მოგესალმებით, აი დაგიბრუნდი და დღეს ზარების შემოვა აუცილებლად და თან ვისაუბროთ უბრალოდ ადამიანებს, აი უბრალო ადამიანებს რა აწუხებთ, როგორ შეიძლება, რომ აი თქვენ როგორ ხედავთ ჩვენ ცხოვრების წესსაც, თუნდაც აი ამ ძიმე ყოფასთან შეგუებას, ის რასაც ბოროტი გვიმზადებს ძალიან ცუდად და ძალიან ბევრ მახეს გვთავაზობს, ხო? თუ შეიძლება რომ აი ეს როგორ უნდა გადავიტანოთ ერთმანეთს თუ დაუდგებით გვერდში რაღაცნაირად და რა არის ადამიანისათვის თავარი სტიმული და რა უნდა იყოს. ძალიან მაინტერესებს მეც აი ზარები რო შემოვა აუცილებლად უპასუხებ და თან კიდე თქვენგანაც მინდა ძალიან ბევრი დარიგება რომ რაღაცნაირად ერთმანეთი გავამხნევოთ რომ როგორ გადავიტანოთ აუცილებლად რთულდება ეს ცხოვრება წეღან მოძღვარმაც აღნიშნა რომ აუცილებლად იქნება ამაზე უფრო რთული პერიოდიც იქნება რაღაცნაირად და აი ამ ყველაფერს ხო იმ სულიერ ბრძოლებს ჩვენსას როგორ უნდა გაუძლოთ რაღაცნაირად შევეცადოთ რომ აქ ჩამოვყალიბდეთ იმიტომ რომ ჩვენ მაინც ერთმანეთის ვართ გაჩენილი და ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ ან რა არის ადამიანის მთავარი მტერი ხო რაღაცნაირად თან თუ რაღაცა საქმეზე მიდგება ყველა მტრობას თუ გადავდებთ გვერდით და თუ დაუდგებით ერთმანეთს და ქრისტიანობაც ეგ არის რომ აი სიტყვაზე ჩვენ რო ყავს ვიღაცა მტერი ხო რომ რაღაცა და იმ ადამიანს გაუჭირდეს ან მოგადგეს სახში ხო სინამდვილეს შეიძლება კი არა მტერი აღარც უნდა იყოს იმიტომ რომ შენი გაჭირვებაში უნდა დაუდგე გვერდში აი რა უფრო მთავარი არის ახანდახან ხშირად ხდება ხოლმე რაღაც უბრალო რაღაცის გამო იმ თავარს არი თვალისწინებ და აი ჩვენ როგორ უნდა შევეცადოთ რომ ხანდახან არის რომ რაღაცა არის მთავარი რის გამოც აი ყველაფერი გვერდზე უნდა გადადო რა აი მაგალითად აი შეიძლება ადამიანთან არ იყო კარგად თელი ცხოვრება შენი მოწინააღმდეგე იყოს მაგრამ როცა მაგალითად რაღაცა სიკვდილთან ასოცირდება რაღაცა იქ ყველაფერი მე შემდგომ უფასურდება და მიდიხარ და შენც უნდა გაიზიარო ეს არის ადამიანური მოვალეობა და ქრისტიანული და აი თქვენ რას თვლით მთავარ მოვალეობად ჩვენსას აი რა დაგვავალა ღმერთმა და როგორ უნდა გაუძლოთ ამ იმას იმიტომ რომ ეს შემოტევები პირადი ეგოიზმი ის იქნება რის გამოც ბევრ ადამიანს დავკარგავთ ბევრ ადამიანთან პრობლემა შეგვექნება ბევრი გახდება უცხო რომელიც იყო ნაცნობი ხო და ძალიან ახლო ხო რამდენი არის ხაი თქვენ გულში ჩაიხედეთ რომ ვის გარეშეც გეგონათ რომ საერთოდ ვერ ძლებდით და დღეს თქვენთვის საერთოდ უცხო არის ის ადამიანი კი არა არც იცით სად არის ხო აი ამ შემთხვევაში აი რატო უცხოდება ადამიანი მეორე ადამიანისაგან რა არის ამით დაშვებული ან თუ უნდა გაუცხოდეს აი ამ თემასთან დაკავშირებით თუ დარეკავთ ხოლმე ვისაუბროთ და ძალიან კარგი იქნება იმიტომ რომ ხშირად ხდება ხოლმე ჩვენ ცხოვრებაში ანალოგიური რაღაცეები ან რის გამო შეიძლება მე მაგალითად ადამიანის დაკარგვას სულ ვერიდები ხოლმე მაგრამ ხანდახან არის ხოლმე რომ აი შეიძლება რაღაცა გამოსავალი აღარ იყოს და უბრალოდ აი თუ შეიძლება ამის დაშვება ხო ხანდახან შენ რაც არ უნდა ეცადო უბრალოდ შეიძლება ვერ დაიჭირო ადამიანი და მაინტერესებს ძალიან თქვენგანაც აი ამასთან დაკავშირებით იმიტომ რომ ადამიანები როგორ ვართ იცით რომ რაღაცნაირად თავიდან ემოციებზე ვართ დაყნობილი და ემოციური ხალხი ვარ და თავიდან ყველაფერს ცუდსაც გავათეთრებთ, შავსაც გავათეთრებთ, გავაკარგებთ რაღაცა, მაგრამ შემდგომ რაღაც დრო გადის და ეს ყველაფერი რასაც ვაფასებდით, უფასურდება. რაღაც მეორე ხარისხოვანი ხდება, ის ასეც ოცნებობდი, შეიძლება რო აგიხდეს, ხო? უცბად შენთვის გაუფასო და ცოტა ხანში შენთვის არაფერი არ იყოს. ამ დროს როდესღაც შენთვის შეიძლება მთავარი მიზანი და ოცნება იყო, ხო, ეს ნებისმიერი რამ, ხო? და ადამიანიც, ხო, სიტყვაზე ზარი არის ეთერში, გისმენთ? მოგესალმებით. ალო. გისმენთ? მე მაწუხებ ტოტალიზატორები, აზინოები და ამის ბარები და ნაკობანები. მართალი ბრძანდებით. ძალიან დიდი პრობლემა. და ძლიერი საფუძვლები. გენაცვალეთ. დიდი მადლობა. აი ნახეთ ხა აი ადამიანმა რა წამოწია რომ როგორი ის არის რომ აი ეს ყველაფერი ეს საცდურები ადამიანს ამდენად აშორებს ღმერთს ხო როგორი ის არის რომ წარმოგე დაიბადე ცხონებისათვის იმისათვის დაიბადე რაღაცა და რამდენი ადამიანი რამდენ ოჯახს ამწარებს რამდენ ადამიანს უკვე მეორე ხარისხოვნად თვლის იმიტომ რომ მისთვის მთავარი არის რომ ან ნარკოტიკი ან ტოტალიზატორი ან რაღაც გარკვეული რაღაც ესეთი დამოკიდებულება რაღაცისადმი ხო აი რა უნდა იყოს თავარი ჩვენთვის თავარი უნდა იყოს ადამიანი და არა ჩვენი პირადი რაღაცა ეგოიზმი რომლითაც გადართული ვართ აი ამიტომ უნდა ვიყოთ სულიერად ძალიან მხნეთ რომ ეს ყველაფერი ამ გამოწვევებს გაუძლოთ ზარი არის კიდე ეთერში გისმენთ ალო გისმენთ
გამარჯობა გიორგი. ძალიან მიყვარხართ. მინდა რომ დიდი მადლობა. თქვენ შობლებს მოხდა მადლობა რომ ასეთი საამაყო შვილი გადაჩინათ. საქართველოს საამაყო შვილი. ძალიან დიდი მადლობა, თუმცა ისინი ესე არ თვლიან და მადლობა. ადრეს დაგირეკეთ. და არც მე. მაშინ მკითხეთ თქვენ რომ რასთან ყველა მგუდელი, ჩემ მოწვეული მგუდელი ყველა მოწვევს ხო? დიახ. მე გითხართ ყველა მომწონს ერთი რა. დიახ. ეხლა დავსიქდი და ეხლა ყავდათ მგუდელი მომწონს მამა პეტრე. ძინძიბად. ხო და პირველ გასწრებული ვუსმენ ამ კაცს პირდაპირებულია. სადღაც გასვლაცინდა ცოტა საერთოდ დავდივარ ხოლმე ტელევიზორს. რა თქვენ გადაცემის დროს არა ის გადაცემები ვარ სულ დავდივარ. შემიძლია. ამ მოდელს ვერ გავედი რა აი ყველგან ვუსმენდი და ვინ არის ვერ გავაკეთე სამოღვაწეოს რომ ვიღებ ჩავახუტო რასაყოლელი ეს გახლავთ არქიმანდრიტი პეტრე ძინძიბაძე რომელიც იყო მამა ზაქარია ძინძიბაძე დიდი ხნის მღვდელია იყო პატრიარქის დივანის ერთ-ერთი ადრე ძალიან მეასე მღვდელია საქართველოს ძალიან საყვარელი კაცია რომელიც ლურჯ მონასტერში მოღვაწეობდა და ბევრ ტაძრებში მოღვაწეობდა და ეხლა რამოდენიმე ტაძარში ჩამოდის ისე თავის ისა აქვს პატარა მონასტერი არა უცხოეთში არ არის აქ არის უბრალოდ თბილისიდან მოშორებით ცხოვრობს ახანს ბერია და მაგიტო მაგრამ აუცილებლად შევეცდები რომ დაგაკავშიროთ ბერი არის დიახ მღვდელი არის ოღონდ არქიმანდრიტი არის დიახ სასულიერო პირია ჩვეულებრივ რომ თეთრ სამღვდელოებას არ მიეკუთვნება ესე იგი მოხალისე შეიძლება არ ნახავ არა როგორ არ ნახავთ აუცილებლად ნახავთ აი შემდეგში რომ მოვიწვევ აუცილებლად მე გამოვაცხადებინებ სად არის ხოლმე რომ აუცილებლად იხილოთ უღრმესი მადლობა არა მინდა რომ მივიდე და ჩავახუტო მართლა ძალიან საყვარელი დიდი მადლობა გიორგი უღრმესი მადლობა რა აი როგორი არის რომ ადამიანი აი როგორ უნდა შევიყვაროთ ერთმანეთი რომ აი ესე არის რომ რაღაცნაირად აი დგანა რა დაგვრჩენია ხო რა ცოტა ხნით მოვდივართ ხო რომ ერთმანეთს გაუწიოთ ანგარიში მივიღოთ ისეთები როგორებიც არიან ხო თუ ადამიანები ხმა აი წარმოიდგინეთ ხა ღმერთმა დაგვავალა რომ შეიძლება ღვთისგმობელი იყოს ადამიანი და მასაც უნდა მოუაროთ ისიც უნდა მოვაბრუნოთ მობრუნება რა არის რომ ადამიანის მობრუნება რომ თუ გინდა ეგეთიც რო არის ეგეთის მობრუნება არის მთავარი და ეგ არის რომ რაღაცნაირად უნდა შეაგნებინო რომ რატო გაბრაზდი, რატო მოხდა შენი დაპირისპირება ზეცასთან სიტყვაზე და რატო ისა და აი ესე ღმერთმა დაგვავალა ერთმანეთის სიყვარული. წარმოიდგინე, ბოლო უკანასკნელი ადამიანის სიყვარულიც კი დაგვავალა. წარმოიდგინე და ჩვენ როგორ არ უთხრილდებით უკანასკნელ და ვიღაც ადამიანს კი არა, ოჯახის წევრებსაც არ უთხრილდებით. ხალხში შემთხვევაში ზარი არის კიდე ეთერში გისმენთ? მოგესალმებით. გამარჯობათ. თქვენ ხო გიორგის ხია? დიახ. ხო რა. თქვენ გათიშეთ არის ის კარგად. ახლა თვითონ კარგად არის მის და მაგიტომ ისა რა ქვია ყური ამეჭრა რაღაცნაირად და კი ისა რა ქვია კი ვთქვი მაგრამ რო ტელევიზორთან და იმასთან ახლოს რო ხართ მე უბრალოდ ზარი არის კიდე გისმენთ აი არის მის სამწუხაროდ არ მინდა რომ ესე მოვწყდეთ რაღაცნაირად დიდი მადლობა მინდა რომ მართლა გადავხადო ამ ტელევიზიას იმიტომ რომ მართლა ძალიან ბევრს აკეთებს იმისათვის რომ აი ესე ადამიანებთან კონტაქტი იყოს და თან რელიგიურ თემებზე და იმაზე აი სასულიერო პირებთან რომ ამახვილებს აი ამ ხაზზე ყურადღებას უღრმესი მადლობა ილია განსაკუთრებით რაღაც საოცრებებს აკეთებს ხოლმე როცა ის არის სასულიერო პირები რომ მოდიან სულ ყოველთვის ჩემი პროდიუსერი არის ილია ჩაჩიბაია და დიდი მადლობა და ყველა საერთოდ ამ ყველა თანამშრომლებს იმას ვინც ზემოთ არიან წარმოიდგინეთ ჩემ დღეს არის დაბადებული ის ადამიანი ვისაც მიყავს ეხა გაყავს ეთერი ჩვენ როგორია ხო ერთ-ერთი ნუ რამოდენიმე არიან ჩვეულებრივი ხალხი გისმენთ
გამარჯობა გიორგი. გამარჯობათ. გაიხარე ახალად. მერტმა სიხარული მოხდეს, მენაი ადამიანი, მერტმა ამრავო. დიდი მადლობა. სიხარული არის მერტმა. შენ არაფერი გეცნობ. ერთმანეთი გიყოდეს თავარი ეგრე. მე გაარო შენაი ადამიანები. რომ იჯერეთ და ჯერა იმისი რომ კაი ადამიანი ხარ ეგრე. ძალიან დიდი მადლობა. თქვენ რა ქვიათ? ახალად. შემოგევლეთ თქვენ დიდხანს სიცოცხლეთ და გაიხარეთ. ძალიან სიხარული მოხდეს. დიდი მადლობა, უღრმესი მადლობა იმდენი, აი წარმოგიდგენთ ხა იმდენი ადამიანი არის, რომელიც აი პატიმრები, განსაკუთრებით ისინი აი სულ ხა აი წეღანაც ადამიანი მწერდა მარტყოფიდან, არაჩვეულებრივი ჩემი მეგობარი, ვინც შემძინა ამ გადაცემამაც და ამ სამყარომ, ხა როგორ შეიძლება რომ ადამიანები დავკარგო, ხო? და აი ამიტომ აუცილებლად გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, იმიტომ რაღაცა დრო მოვა, რომ შეიძლება ერთმანეთი ვეღარ ვნახოთ საერთოდ წარმოიდგინეთ და ისიც სანატრელი გაგვიხდეს, რომ აი რამდენ ადამიანზე ვნანობთ მაგალითად, რომ აუ ნეტა ყოფილიყო, აი რას ვერ ჩოდი რაღაცა და აი იმიტომ არის სიფრთხილე არის, იმიტომ რომ ბოროტს არ უხარია ჩვენი ერთად და კარგად ყოფნა და ამ ყველაფერს უშლის ხელს. და სულ ცდილობს რომ აი ეს მეგობრობა იქნება თუ რაც იქნება ჩაშალოს ადამიანებს შორის, იმიტომ რომ ჩვენ თუ კარგად ვიქნებით ერთმანეთს დავეხმარებით და ამოვიყვანთ და ბოროტს კიდე უნდა რომ დამხმარეს გარეშე დაგტოვოს და ამიტომ არის რომ ერთმანეთს გვანდურებს და გადავკიდებს რაღაცა იშვიათი რაღაცა მატერიალურისთან რაღაცის გამო, ან იდეების გამო რაღაცა და ამ დროს წარმოიდგინეთ, ჩვენ რო დაგვიმარტოვებს, ჯერ ამ ადამიანებთან ერთად როგორი რთულია, ხო? მაინც ბოროტის გამკლავება, ხო? და მარტო რა ძნელი იქნება და აი ამიტომ შევინარჩუნოთ ერთმანეთს, ჩვენ ერთმანეთის ტვირთადაც რო ვიყოთ, ხო? ვიტვირთოთ უნდა ერთმანეთი, ესეთია წესი, რომ ჩვენ ერთმანეთისთვის გავჩით, არავინ ისე არ გაჩენილა ჩვენს ირგვლივ რა. ყველა გაჩნდა იმისათვის, რომ ერთმანეთს დაუდგეთ, ერთი ეპოქა შევქნა და ერთად გავიხაროთ. წარმოიდგინეთ რა, ეხა ის სხვას რა ველაპარაკოთ, როცა ადამიანს გაიკითხავ და პატარა სამეზობლო არის და იმ სამეზობლოშიც რაღაცა პრობლემებს ქნის სიტყვაზე და ამდენჯერ გამიკითხია და ისე მწყენია ხოლმე ადამიანზე, რომ აუ მოიცარა ეს აი ერთი რაღაცა ხმაური იყო იქ რეკავს, აი ამას გვიქმნის პრობლემას, იმას არ შეიძლება ესე რაღაცნაირად დაუდგეთ ერთმანეთს. ზარი არის ეთერში. გისმენთ? საღამოშივებისა. გამარჯობათ. პირველად რეკავს კონცეფციაში რა და დიდი ხანი არ არის ასუყურებული, ეს შეგვიძლია ეს ერთი წელი იქნება პრინციპში რა და რემისლამი გარო ველოდები რა გააცნობას ველოდები რა როგორ თქვა სხვა ურაშენ ამ ალექსანდროს საუბრობს და მაგიოვიჩა ჩელოსტაუბასი უსმენე აკონია რომ უთენა უკეთესი ფიქრები რამდენიმე წუთით მაინც რა და ძალიან დიდი გადაწყვეტი აურაშა მოგაქვს და ძალიან განსაკუთრება ოდესმე მამაელისებს ხარვაჭას თუმოიძე. აუცილებლად სხვათა შორის ჩემი ეთერი მე ბევრჯერ მყოლია, მისთვის ყოველთვის ღია ხა მამაელისი არის, საოცრება არის, ჩემი მამა ალექსანდრე ბოლქვაძეც ხო რა ვიცი, ეგენი არიან ჩემი მშობლები არიან, ჩათვალე და მამა გიორგი ჩაჩაოც, არაჩვეულებრივი ადამიანები, მაგრამ მამაელისეს თვითონ ჯანმრთელობიდან გამომდინარე 1 საათს ვერ იმაშვება ხოლმე ვერ უძლებო მე ესე იმასო და მაგიტომ არიდებს ხოლმე თავს იმიტომ თორე მე წერ ხოლმე კიდე ცალკე იმის იქით და კი მაქვს ხოლმე ჩანაწერები ჩემ გვერდზე მიდევს ხოლმე და ისე ხო ძალიან კარგი იქნება ბევრჯერ რამდენჯერაც ყოფილა მამაელისე თითქმის ჩემთან იყო მე მგონი პირველადაც ჩემთან იყო და ერთი 10 გადაცემა კი მაქვს მასთან ერთად გაკეთებული და მადლობა ღმერთსო ესეთი მოძღვრები არიან მართლა პატრიარქის გაზრდილი შვილები და საოცარი ადამიანები რავი ჩემთვის მათივე არსებობით რაც გაუკეთებიათ რავი ჩემთვის ყველაფერი ეხა თქვენ თუ ჩემში რამე კარგს ხედავთ იცოდეთ რომ მათი დამსახურებაა თორე მარტო მე ვიცი რაც აი რაც თუ რამე მოგწონთ ჩემში არის აი ესეთი ადამიანების დამსახურება იმიტომ რომ ირგვლივ ესეთი ხალხი იყვნენ რომ მე ვერ გავეკეცი იმას რომ რაღაცა სიტყვაზე რაღაცა ეხა დამნაშავე და ცოდვილი ყველა ვართ მაგრამ რომ რაღაცა ჩარჩოებში მოგქცეულიყავი და ეს აი ამათი დამსახურება იმიტომ რომ ჩვენ აი ამიტომ არის რომ ერთმანეთი უნდა გავითვალისწინოთ ყოველთვის რა იმიტომ რომ ვინ როგორ სად გაგზდის ვირისთვის მოხდა შენ ცხოვრებაში კაცმა არ იცის ხო და აი ამას უნდა მივაქციოთ ყურადღება რომ აი არავინ ისი არ ხდება ჩვენ ცხოვრებაში და ისი არ მოდის ამდენი შემთხვევითი ადამიანი გონებია და ბოლოს შენი სიცოცხლე გადაურჩენია ხო სიტყვაზე აი დააკვირდით უბრალოდ აი ხან
ეხლა როგორ შეიძლება რომ მოგწონდეს, მაგრამ აი ადამიანი, რომელიც სიტყვაზე სამავთყოფოში ხვდები, საერთოდ უცნობი გივლის, ავარიაში რო ხვდები პირველი რეკავს, საერთოდ უცნობი ადამიანი და იმ წამს ჩავლელი, ხო და მე შენთვის ამდენად ნაცნობი ხდება ის და ამდენად წარმოიდგინე შინაური, რომ სიტყვაზე ეს სადღაც რაღაცა მოგივარო, იქ ვიღაცა უცხო გეხმარება, მე შენთვის როგორი არის, ხო? აი ესეთი რაღაცა, აი ჩვენ ეს უნდა ვიცოდეთ, რომ აი ჩვენ ერთმანეთს გაჩენილი. ზარი არის ეთერში, გისმენთ? ალო. გისმენთ? გიორგი გამარჯობა. გამარჯობათ. ვენაცვალე შევგავდო. შემოგიელე ძალიან დიდი. ვენაცვალე ძიგერშია. შემოქრისტიანო ქართულობას. შემოგიელე. ვენაცვალე სულშილა გუში მიყარხარ. ზურა. დიდი მადლობა, ძალიან დიდი მადლობათ. აი ესეთი კაი ზარები არის, რომ ადამიანს აცოცხლებს რა და აი უამრავი ადამიანი არის ისეთი, რომელიც ამ ყველაფერს იმაშვება და კიდე მადლობა, კიდევ ერთხელ მინდა რომ აი ჩვენ რა უნდა გვახსოვდეს რა, აი აქ ბევრს უმუშავია ამ ტელევიზიაში და რაღაცა და წასულან და არავის არ უხსენებია თუ სტარტია, რაღაცა საიდან დაიწყო რა და არ არის ეს სწორი. აი სწორი რა არის ის მე რომ ვიქნები სულ, მაგრამ რო რაღაცა და სხვაგან რო წახვალ და ის რო გახსოვს, რომ რომელი გორიდან მოდიხარ, ხო? ვინ გიტვირთა პირველი, ვინ იმასკენ, აი ეს არის მთავარი ქრისტიანობა და ეს არის ადამიანობა, დამნახველობა. დავნახავი ადამიანი მე წარმატებული შეიძლება გახდეს, მაგრამ ის წარმატება იქნება მოჩვენებითი, რომელიც საბოლოო ჯამში დაენგრევა ისე რომ როგორც არაფერი აი ამიტომ მადლობა იმ ყველა ადამიანს ვინც ზრუნავს იმისათვის რომ ჩვენ ეთერში გავიდეთ ესე გისმენთ აიო გისმენთ ქალბატონო გიორგი გამარჯობათ საერთოდ პირველად მართლა მე ვარ 83 წლის ქალბატონი. დიდი მადლობა. ყოველთვის უყურებ თქვენს გადაცემას. უღრმესი მადლობა. გიორგი, ძალიან მაინტერესებს შენი ცხოვრება, შენი ისტორია. ძალიან იქნება მოყვე ტელევიზორში, ვიქავს. მადლობა ძალიან დიდი. უღრმესი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. ბედნიერებას გისურვებთ ყველაფერ კარგს. ეს რო გადმოვფინო, ჩემი ცხოვრება 40 წელი მიცხოვრია და ალბათ 1-5 საათი არ მეყოფა და რა ვიცი, ნენელა შიგადაში რაღაცნაირად გაგაცნობთ. თავს აუცილებლად უბრალოდ ეხა ამაზე რო დავიწყოთ, უბრალოდ მე თქვენ ვყევხართ, ყველაზე მთავარი ძალა და მართლა აი ეს არის, რა ვიცი, თითო ერთი ზარი რო შემოვა, ისიც მაცოცხლებს ხოლმე და დიდი მადლობა იმ ადამიანებს, რამდენი არიან, რამდენი ჯერ უწმინდესმა რამდენი ადამიანი დამიტოვა, ხო, ის სასულიერო პირები, ის ადამიანები, ის მრევლი. იყო მე აი ჩვენთან იყო აუცილებლად მინდა რომ გავიხსენო, მეუფე სერაფიმე, ის დიდი ადამიანი მამა იოსებ ბურჯანაძე იყო და დანარჩენი ბევრი კიდე მამა თეიმურაზ ქორიძე, უამრავი ადამიანი, რომელმაც ძალიან ბევრი მეგობარი შემძინა, ძალიან ბევრი ადამიანი და აი აქ არის ზუსტად სიცოცხლე ხა მე რო ის არ მყოლოდა, იმას ის არ მყოლოდა, იქ რაღაცა სიტყვაზე რო არ გამოიგზავნა ღმერთს ეს ადამიანები, ჩვენ ხო ესე არ შევიკრიბებოდით, ხო? და გეხვეწებით, აი იცოდეთ, რომ აი ზუსტად აი რაღაცა რო გიჭირს, ხო? აი ნებისმიერი აი სადაც არ უნდა იყო, ხო? დააკვირდით, თქვენიანი იმ წამს იქვე არ არის. აი ღმერთი ამით რას განახებს ხო? აი სადაც პრობლემა შემექნა იქ სამავთყოფოში მოხვდით თუ ნებისმიერ ადგილას, ხო? ჩემიანი კი ვერ ვნახე ვიღაცა უცხო მეხმარება, ეს ასნიშნავს, რომ იცით რომ ის უცხოც შენთვის უცხო არ არის, რეალურად იმ მომენტში როცა დაგჭირდა, ის უცხო დაგეხმარა. ხო? რომელიც შეიძლება რაღაცა ინტერესის გამო სადღაც იქამდე შენი მტერი გამხდარიყო და მტრობა ჩამოგყალიბებოდათ, ხო, სიტყვაზე რომელთანაც ზარი არის ეთერში, გისმენთ? გისმენთ? გაიდი შესამძლებლად. ჩვენთან ეგრე ხდება ხოლმე, იცით რა არის თქვენ, აი ხა ჩვენ ხშირად ბევრი აი ხა ადამიანები ხა წერანაც ვფიქრობდი, რომ მორწმუნეობა არის დიდი პასუხისგებლობა რა, იმიტომ რომ აცნობიერებ და ითავისებ იმ ყველა ტკივილს, ჯერ შავს ხედავ და თეთრის განარჩევ. არა მორწმუნეს იმიტომ უჭირს, იმიტომ აქვს პრობლემები და ამ პრობლემებს იმიტომ ვერ ხედავს, რომ გარჩევა უჭირს ამ ყველაფრის. და აი მორწმუნეობა, აი მარტო ეკლესია
იმიტომ არის საჭირო, რომ ჩვენ თეთრი შავისაგან გავარჩიოთ, თან ჩვენი თავი დაგვანახოს. აი, ჩვენ თავს რო შევიცნობთ, ამაზე მაგარი არაფერი არ არის, ხო? და თან რო გვეხსოვნება, რომ სიკვდილი არსებობს, წარმოიდგინეთ. რო სიკვდილი რო გეხსოვება, მე არ ჩაებღაუჭები იმ ყველაფერს, რის გამოც სხვა ადამიანებს კარგავ. აი ეგ არის ყველაზე მთავარი, რომ როცა შენ გახსოვს, რომ ხვალე ეს ყველაფერი რის გამოც მე შენ გინდურებ, ხო, ჩემი აღარ იქნება. მე შეიძლება აღარ მეკუთვნოდეს, იმიტომ რომ მეც როგორც ყველა არავინ არ შემორჩა ამ ქვეყანას, გარდავიცვლები და მე თან რა არის იცი სიკეთე გიადვილდება. აი ვიღაცა რომ მოვა ხო რო გაქვს საშუალება ხო კი არ მოუჭერ რომ მუდმივად როგონია გაქვს იცი რომ შენ როდესაც მოკვდები და ამას გასცე წარმოიდგინეთ მე თან რა არის იცით აი არცავლადიდებას აგროვებ ეხლა ძირითადადავლადიდებას ვინც აგროვებს იმას უჭირს გარდაცვალება და იმას უჭირს მორწმუნეთ ყოფნა იმიტომ რომ მორწმუნეობა და ეს ორი რაღაცა ვერ თავსდება ხოლმე ძალიან ძნელია რომ ეს ორი რაღაცა ერთმანეთთან შეათავსოს ზარი არის ეთერში თუ შეიძლება გისმენთ გიორგი გამარჯობათ ჩემოსიცოცხლე როგორ ახარია კარგად როგორ ძანდებით მე თმადითხას გაცოცხლო ჩემო შვილო გენაცვალეთ ეს ციცოსთან ერთად ცეცხლი მქონდათა გენაცვალე ნათელვა კოცნი გეფერი დიდი მადლობა ალბათ ფიშობლის მაგრი არ მოგაშოროს გონეთ უღრმესი მადლობა გენაცვალეთ თქვენ ძალიან დიდი მადლობა ღმერთმა გაგახაროთ და აი უბრალოდ ეს მარტო რას ნიშნავს რომ ესე რაღაცა ის სტიმულს გაძლევთ ეხლა ზოგი ამბობს რომ ადამიანს არ ჭირდება რაღაცა თანადგომა რაღაცა რატო რომ ჭირდება თანადგომა აუცილებლად თან თქვენგან იმიტომ რომ როცა რაღაცას აკეთებ ძალიან კარგი არის როცა ადამიანები არიან და გეუნებიან რომ შენ რასაც აკეთებ ჩვენთვის მნიშვნელოვანია და გააგრძელე ეხლა როგორია ნებისმიერ სპორტსმენს რო უთხრა შენ რო სპორტში გამოხვალ ის ჩემთვის არაფერი არის ის ხო ვარჯიშს შეწყვიტავს ხო თუ იმოქმედებს ხო და პირიქით რო ეტყვი აი მიდი წინწადი რაღაცა ხო ეს არის თორე ეს უკვე შენზე აღარ უნდა მიიღო იმიტომ რომ რაც რა თქმა უნდა კაი რაც კეთდება ხო ჩემგან სიტყვაზე ის იქიდან კეთდება რომ ღმერთის ხელი არის აქ და ღმერთი აკეთებს ამ ყველაფერს და რაც ცუდი კეთდება რა თქმა უნდა ეს მე ვარ და ჩემ თავს უშავებ ხოლმე პირველ რიგში და ის ცოდვები რა თქმა უნდა ჩემი არის მაგრამ ისაც კარგი ხდება აუცილებლად იმას ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომ შენ არ აკეთებ რა ეს ისა რა ქვია იმაზეა შედარებული ვირით რო შედიოდაო მაცხოვარიო და ამ იმებს ყველაფერს ხო უფენდნენ იქ რაც ხელში მოყვათ რა ჩვენთან ბზა არის ხო მიღებული ამ ბზეებს იმას რაღაცა პალმის ტოებს რაღაცა ყველაფერს სიტყვაზე და ერთი მამა ამბობს რომ აი ამ დიდებასო რომ აქებდენო და იმაშვებოდენო თაყვანსცემდენო ვირს რო დაეჯერებინაო რომ ეს მე მეკუთვნისო აი ეგეთი რაღაცა ადამიანმა არ უნდა დაიჯეროს ის რაც ჩვენი არ არის ხო იმიტომ რომ არა ღმერთი ზუსტად იგივე ჩვეულებრივად მეც თქვენაირი ადამიანი ვარ და შეიძლება გარკვეულ მომენტებში თქვენზე 1000 ჯერ სუსტი ადამიანი ვარ დარწმუნებული იმიტომ რომ ყოფილა ის შემთხვევები და მე ვერ გადამიტანია და ვიღაც ადამიანი რომელიც შემეძლო საერთოდ მეგონა რომ საერთოდ ვერ გადაიტან და იმას 10 ჯერ ღირსეულად გადაუტანია ის მომენტი ხო ეს არის უბრალოდ ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომ ის ადამიანები რომელიც შენს უკან დგანან ის სტიმული ხო აბა რას ვაკეთებ ამ ტელევიზიაში სიტყვაზე რომ ის ადამიანები ყველანაირად ხელი შემიწყეს 2008 წლის ომიდან მე შემომთავაზეს ამ გადაცემის წაყვანა და აი ერთ ეპიზოდს მოვყვები რა როგორ შეიცვალა შემდგომ ამ გადაცემის წაყვანა შემომთავაზეს ომში მაშინ დავდიოდი ხოლმე ეს საპატრიარქოს ისინი დადიოდა ხოლმე და დახმარება ჩვენი პატრიარქი ხო არტოვებდა იქაურობას ყველა მიატოვა მაგრამ ეს ადამიანი სასულიერო პირებთან ერთად ესაიმაშებოდა და მე შემხვდა ირმა მაგას როგორ დავივიწყებ ცხოვრებაში არ დავივიწყებ და ისე მოხდა ჩვენი მაშინ არ იყო ტელევიზიის საშუალება ინტერნეტ ტელევიზია იყო და რადიო იყო ერთად და აი ამ ორი იმის ის იყო რა ქვია შერწყმა ერთად შემდგომ რომ ჩამოყალიბდა ეს ტელევიზია და მაშინ შემხვდა ჩვენთან წაიყვანებოდა მე პატრიარქმა ამის ნება მომცა მაშინ მართლა არ ვიცოდი რომ ეს გადაცემა ამდენ ხანს გაძლევდა ეს არ ვიცოდი თან წარმოიდგინეთ 18 წელია გასული იმის შემდგომ და თან კიდე ესეთ იმას მოიტანდა იმიტომ რომ არ შეიძლება არ თქვა თუ ვინმე არის ღირსეული ჩვენი გარდაცვლილები ვინმეს ისტორია რაღაცა ამ გადაცემა აქ არის მამა აკაკი ჯერ მარტო რადღირს მამა აკაკი მელიქიძედან მოყოლებული რამდენი სასულიერო პირის
ისტორია შემორჩა, რომელი ისტორიიდან გამომდინარეც ხალხი მეუნებია, რომ გაგვიცოცხლეო, რომ ამ გადაცემებს უყურებთო რა და ძალიან დიდი მადლობა ამ დაფასებისათვის, იმისათვის, რომ ეს კამერები და ეს ის რო არ იყოს ამ არქივს, მართლა აი ყველაზე საოცნებო არქივს ვერავინ ვერ შემოინახავდა და მადლობის მეტი რა მეთქმის და ესე გაგრძელდა უბრალოდ წარმოიდგინეთ უკვე რამდენი ხანი გავიდა 2008 წლიდან და მადლობა ღმერთს, ხო იცით ღმერთმა იცის ვინსად მოახვედრო, რომ საერთოდ არ მიფიქრია ესე იმათ მე რომ აი ესე გაგრძელდებოდა ამდენი წელი რაღაცა გადაცემამ რაღაცა ამდენ დროს გაუძლოს მე არ ვიცი და სხვათა შორის მადლობა ღმერთს ამისათვის იმიტომ რომ იცით რისთვის რომ სტიმული არის ეს გადაცემა ბევრი ადამიანისათვის და პირველ რიგში ჩემთვის რომ იმ ბევრმა ადამიანმა გაიხაროს და ვირითი ცხონდება და ვირითი რა სიკეთეს მოიტანს კაცმა არის და ალბათ ესეა დაგეგმილი და ჩვენ აქ ვარ ზარი არის ეთერში გისმენთ ალო გისმენთ გიორგი საღამომშვიდობისა გამარჯობათ მე მერიკო ურუშაძის მამა ვარ გაიხარეთ ჩემი კლასელი ძალიან შეამოვნებს აი თქვენი საუბარი ისე შეამოვნებს აი მალამოსავიძეებმა გულზე თქვენი საუბარი და მე ჯანი მოგწევს ისო და სიგეთე და სიხარული სულ რა უღრმესი მადლობა ძალიან დიდი მადლობა ეხ ჩემს უძვირფასესი ხალხი არიან ის მის დასთან კიდევ მეგობრობ და ამ ადამიანებთან რაღაც საოცრება არის ამ ჩემი მეგობარი იყო რომელიც ერთ-ერთი პირველი რაღაც ხო იცი ბავშვობაში რო რაღაცა ხდება ხოლმე და ყოველთვის გამახსოვრდება რომელიც გარდაიცვალა და დღესაც კი მახსოვს მისი ლამაზი სახე და საფლავზე ხოლმე საბურთალოზე აუცილებლად ყოველთვის მივდივარ ხოლმე იქ და მადლობა ამისაც რაღაცა ეს მოულოდნელი იყო თან სიხარული და თან ცრემლნაველი ნარევის სიხარულიც არის იმიტომ წარმოგიდგენთ ხა 20 წელი რო არის გასული და 30 მადლობა ძალიან დიდი მადლობა აი ამ ზარისთვის რომ ესე რაღაცნაირად მაგრამ იმოქმედა ხა ესეთი დიდი მადლობა ძალიან დიდი მადლობა და ყველაზე მაგარი რაც მოხდა რომ ხშირად ხოლმე წარმოიდგინეთ ვანახებდით ხოლმე უწმინდესიც ნახულობდა ხოლმე დილას 7 საათზე ლოცვას რო რჩებოდა ხოლმე რადიოს რთავდა ხოლმე და აქ წარმოიდგინეთ სულ დილით გადიოდა ხოლმე ჩემი გადაცემი და ბევრჯერ მოусმენია წარმოიდგინეთ და უნახია და ეს ეხა წარმოიდგინეთ ეს ჩემთვის ეხა რამხელა სიხარული იყო რომ უწმინდეს ჩემი ფილმები მიმქონდა ხოლმე წარმოიდგინეთ და ესე ვანახებდი ხოლმე ერთხელ როგორ მახსოვს 40 წუთი თითქმის მუხლებზე ვიდექი და ესე მეჭირა ჩემი პატარა ტელეფონი და ამაში უყურებდა რა. ხო და ყველაფერს აი როგორ დეტალებს აქცევდა, იცით ყურადღებას ესინა, აი ყველაფერი აინტერესებდა. წარმოიდგინე ისეთი რაც მისთვის მნიშვნელოვანი იყო, აი ელემენტარული ბერს ან ვინმეს რო გადავიღებდი, ხო? აი ეს მამაო რომელ მონასტერშია, ეს რომელი ის არის და წარმოიდგინეთ რომ იმდენად ის იყო და რამხელა სტიმული იყო უბრალოდ რომ რაღაცნაირად როგორ გადაარჩინა მართლა საქართველოს და როგორ ატარა, ხო? ღვთისმშობელთან ერთად, რა თქმა უნდა და მადლობა ჩვენ პატრიარქს, პირველ რიგში პატრიარქს ვუხდი დიდ მადლობას, რომ შეძლო და აი ეს ყველაფერი, აი ამხელა ტკივილი და აი ამხელა მიუხედავად ყველაფრის ფასად გადაიტანა, აი წარმოგიდგენთ ხა როგორია მისი ღვაწლი, როცა იცი თან ამ გავეშებულ სამყაროში, როგორი რთულია, ხო? და როგორ გაუძლო ამ ყველაფერს უბრალოდ და რამხელა ძალისხმევა ჭირდებოდა ხა ნებისმიერ სფეროში რო წასულიყო, ეს ისეთი დიდი ადამიანი იყო და დიდი მადლის მქონე. ნებისმიერ სფეროს გაამდიდრებდა, წარმოიდგინეთ და აი რა გააკეთა, რომ რა შეძლო, წარმოიდგინეთ, რომ მოვიდა 10 და 15 სასულიერო პირი იყო რა. და დღეს რა ხდება ნახეთ საქართველოს ეკლესიაში რომ 3000 და 5000-მდე ნუ სასულიერო პირია და ნუ ხარისხში არის ნუ 3-მდე არიან ხარისხ 3000-მდე სასულიერო პირი იყოს რომელიც ხარისხშია ნუ დაანჩენ ბერმონაზნობა წარმოიდგინეთ კიდე რამდენი არიან ხო და ამდენი ეკლესიები აღადგინა ხო და ამხელა სიკეთე გააკეთა რომ ჩემი მშობლების თაობამ წარმოიდგინეთ სახლის კურთხევა კი არა მამაო ჩვენო არ იცოდა და საერთოდ სახარებაზე და იმაზე ზედმეტი იყო ლაპარაკი და დღეს ყველა სახში წარმოიდგინეთ ამდენი აუარებელი სიწმინდედებს, ამდენი ხატი, ყველამ აი წარმოიდგინეთ, აი ცხოვრებაში არ მეგონა რომ ოჯახის წევრი მეორე ოჯახის წევრს, აუ, კაი რა ეხლა ისა რო ქვე დავჯდე და საჭმლის წინ სამადლობელი ლოცვა თქვა ჩემდგომ და იქამდე მომაუჩნო და აი წარმოიდგინეთ, სად არის ადამიანი მისული რომ წარმოიდგინეთ, ისეთი რაღაცა გააკეთა რომ დღეს უბრალოდ ნებისმიერ ყვებით ობიექტში რო გაიაროთ, ყველგან არის სამარხო მენიოები. ეს რას ნიშნავს? იცით რომ იმ ადამიანებმა იციან რომ
ისინი ხო გამოწვევას პასუხობენ, ხო, რამდენი მომხმარებელი და რამდენი ადამიანი მარხულობს, რამდენი ადამიანი დღეს ეს მარხვა და ის რა არის, რომ ღმერთს უახლოვდება, ხო, ამ ყველაფერი, როგორი ის არის, ხო, საოცრება და ეს ჩვენმა პატრიარქმა გააკეთა, თორე ჩემ ბავშვობაშიც კი მარხვა რა იყო, მე რა ვიცი, ჩემ კლასელებისგან და იმისგან, ზედა არც ვიცოდი, ერთხელ სტიქაროსანი ვიყავი, ძალიან პატარა ვიყავი და ვიღაცამ დამინახა ეკლესიაში, ძალიან პატარა ვიყავი, მაშინ სტიქაროსანი ვიყავი და ისაო რა ქვია, ვერ მიხვდნენ რა ვიყავი და მე ეკლესიაში ვიფიქრეს რომ მღვდელი ვარ, რომ წარმოგიდგენთ რა პერიოდი იყო და რა დრო გამოიარა და დღეს როგორი ის არის, რომ ყველას ეკლესიაში უნდა და ყველას ის უნდა რომ რაღაცნაირად მეორე ადამიანი დაფასდეს. ადრეც იყო რა თქმა უნდა, მაგრამ დღეს აი სხვანაირად ჩვენი ღმერთი გვავალდებულებს და ეს ყველაფერი რომ ვიცით, არის უწმინდესის დამსახურება, აი მეორე ადამიანის პატივისცემა. გისმენთ ზარია ეთერში. საღამომშვიდობისა გიორგი. მე მინდა პირველ რიგში დიდი მადლობა გითხრათ აი ამ პროექტისთვის, ასეთი გადაცემისთვის, იმიტომ რომ ძალიან საჭიროა ეს, ძალიან საჭირო. და განსაკუთრებით ახალგაზრდობამ მინდა რომ უსმენდეს მამებს რომლებიც მოყავს და გამოდიან მადლობა თვითოულ მათგანს მოსვლისთვის და კეთილის საუბრებისთვის. გიორგი, იცით რა მინდა შემოგთავაზოთ? აი ჩემი იდეა, ჩემი აზრია, უბრალოდ გეტყვი და იქნებ მისაღები იყოს. მე ახლა ასე გამზადებული რო გითხრათ, აი ზუსტი რეცეპტი არა, მაგრამ აი იდეაში თუ კი არის შესაძლებელი რომ მშობლები რომლებსაც შვილები ან ბებიები მე მაგალითად ბებია ვარ და ძალიან მინდა რომ სკოლაში და უმაღლეს სასწავლებლებში არ ვიცი როგორი ფორმით მაგრამ რა დაერქმევა ამას მაგრამ მინდა რომ სასულიერო სწავლება აუცილებლად შემოვიდეს აი ჩვენ რო შევკრიბოთ ჩვენი ხმა ანუ მოთხოვნილებასავით აი ესეთი რაღაცა და შემდეგ მივაწოდოთ განათლების სამინისტროს რაღაცას იწყებენ ხო რაღაცა ანუ ჩვენი ხმა ჩვენი ის მივაწვდინოთ განათლების სამინისტრო თქვენი საშუალებით რომ იფიქრონ აუცილებლად მე ვიცი რომ რაღაცა პილოტური გეგმები არის რაღაცა ზოგიერთ სკოლაში არა ასე არა ეს უნდა იყოს სავალდებულო ყველა სკოლისთვის და უმაღლეს სასწავლებლებში ძალიან კარგი იქნება ეს თუ გაკეთდება. იმიტომ აი ვინმე მითხრა სამიხსნას რას დაუშლის ეს ვინმეს ხელს 10 მცნება თუ ეწოდინება ბავშვობიდან. ბოროტ შეუშლის ხელს ყველაზე ისეც რომელიც ეწინააღმდეგება ადამიანის კარგად აღზრდას და რა თქმა უნდა ჯერ ის რომ სიტყვაზე ის სინდისი რო აიწევს, რასაც ეკლესია აწევს ადამიანში, ხო? შემდგომ ნაკლები დანაშაული იქნება, ნაკლები პრობლემა იქნება, ნაკლები უყურადღებობა იქნება, იმიტომ რომ ეკლესია რას გვასწავლის? ყურადღებას. ყურადიღე, ჩემი, აი, ყველაფერსო თავი დაანება, აი, ნახე თქვენ დააკვირდით, უბრალოდ აი ქუჩაში იქნება, სადაც არ უნდა იყოს, ხო? სადმე სტრუქტურა იქნება თუ ნებისმიერი ის ვინ გეხმარება რომ შეხედავ ეკლესიური ადამიანი რომელსაც ღმერთი მას ავალდებულებს რომ შენ გემსახუროს შენ თანაგიგძნოს ან ასე შემდეგ ხო დააკვირდით 90% არის ეკლესიური ადამიანი ან მომავალი რომელსაც ღმერთი წამს ხო მე არ მინახავს ჯერ ხა ადამიანი რომელიც სიტყვაზე ღმერთი არ წამს რომელსაც და სიტყვაზე ვიღაცებს ვაიმე დედა ისე გადაყვეს რომ რაღაცა ის ღვთის გულისათვის ხო ყველაფერს აკეთებ ხო უცხოს ხო ეხა რაღაცა შეიძლება ღმერთი არ წამს და ნუ თავის ოჯახის წევრებს რაღაცა შეიძლება რაღაცნაირად ისა დაიხმაროს მაგრამ ღვთიური ადამიანი სხვანაირი არის ის სხვანაირად მოაქვს ის ყველაფერი და სხვანაირად გეხმარება და ამიტომ გირჩევთ რომ აი ყველაფერი ღმერთით აკეთოთ რა იმიტომ რომ რაღაცა ხო იცით ვინც უნდა მოაგროვოთ იქ სადაც საჭირო არის და სადაც ის ჩვენი მომავალი გველოდება აი ამის მეტი არაფერი არ დაგვრჩება და ვისაც გონია რომ რაღაცას ჩავეჭიდებით და სხვას თუ არ დავეხმარეთ ამ ყველაფერს შევინარჩუნებთ ძალიან ვცდებით და იქ შენარჩუნება აი ყველაზე დიდი შენარჩუნება შენი ქონების ან რაღაცა რომ გაბადია ხო არის ის როცა შენ გასცემ ისე რომ
ზეცა ხარობს. აი ეს არის ყველაზე მაგარი შენარჩუნება, იმიტომ რომ როცა წახვალ თან მარტო იმ ქონებას წაიღებ, რომელსაც გასცემ გაჭირვებულზე, ან ვისაც ჭირდება მასზე და აი მადლობა ყველა იმ ადამიანს, უდიდესი მაგალითები არიან, ჩემთან ეხა მოძღვრები რომ მოდიან, წერა მამა ალექსანდრე ბოლქვაძე და ისინი პატრიარქი აგერ. სასწაული ხალხი არიან, აი ადამიანებს როგორ ეხმარებიან, როგორ გვერდში უდგანან, უბრალოდ არ ვიცი, ეს აი მართლა ზეციური ადამიანები და ჩვენი პატრიარქი ხო საერთოდ რეებს აკეთებდა ადამიანების გამო. გისმენთ ზარია ეთერში. გისმენთ? ალო. გისმენთ? ვაი გენერცოლე გიო პირველად რეკავ შენთან დედი. გულში გიხუტებს სულში ისეთი თბილი და ტკბილი ხალბებო. დიდი მადლობა. დიდი ბებო დედა და ორი ჩემი ასაკის მისული ყავი დედა. შემოგევთ. რამდენი წლის ბრძანდებით? რამდენი წლის ბრძანდებით? გეფერები ეკრანზე, გეფერები. შემოგევთ. ბატონო? რამდენი წლის ბრძანდებით? 76-ის. ძალიან მაგარი ხარ, ძალიან. 76-ის დედა. შემოგევლეთ. ეგ რა არის? ეგ ასაკი. ძალიან თბილი. ეგ ასაკი მარტო ციფრებად უნდა აქციოთ. ეკრანზე. შემოგევლეთ თქვენ. დიდი მადლობა. თქვენაირი ადამიანები არასოდეს ასაკი ვერასოდეს ვერ მოერევათ და უბრალოდ თქვენაირი ადამიანებში ციფრი იქნება მარტო ასაკი და მეტი არაფერი, იმიტომ რომ თქვენ რა რომელი ადამიანები ხართ, იცი რომელიც სიყვარულით ცხოვრობთ რა და აი ესეთი ტკბილები რო ხართ, ხო? აი ზუსტად ეგ არის, რომ აი ესე უნდა ვიცხოვროთ, რომ ის ასაკი ციფრები იყოს. რა მნიშვნელობა აქვს მე 60 წლის ვიქნები თუ 30 წლის, ხო? ის ადამიანი უნდა იყოს მნიშვნელოვანი, ხო? ან 60 აი ზოგჯერ ამბობენ ხოლმე, რომ კაი რა ბიჭო, ნუ მიაქცევ ყურადღებას. რატო ასაკს რა მნიშვნელობა აქვს? შენ კარგი უნდა იყო, ყველა ასაკს თავისებური ხიბლი აქვს და თავისებური ისა აქვს, ხო? მით უმეტეს თან ეხა აი ასაკის რო ხარ, ხო? დიდი მადლობა ადამიანებო, რომლებიც ხართ მართლა იმისათვის გავშით, რომ აი მარტო საქართველოში თუ მოხდება, აი ესე მწყდება ხოლმე, აი ხანდახან ხოლმე, აი მარტო ქართველი დედა თუ იზამს მაგას, რომ ისევე შვილის გამო წავა და ემიგრაციაში თავის ტკივილთან ერთად იცხოვრებს, რომ თავისი ოჯახის წევრები კარგად იყვნენ. ბევრს უკვის ხოლმე, რომ აი სიტყვაზე ეს როგორ აი ზუსტად ეგ არის, რომ აი ყველაზე გასაკვირი, აი მე არსად არ მინახია უცხოეთში და იმაში, რომ ვიღაცას 4 შვილი ყავს, 5 შვილი ყავს და აი ამათი ბედნიერების გამო, წარმოგიხარ, ამ ხელად ტკივილს ეგუება იქ ადამიანი სადღაც უცხოთ მიდის. შეიძლება ენა არაფერი პროფესია არ გააჩნდეს, მსგავსი იქ რაც უნდა იმუშაოს მისა, მაგრამ მაინც აკეთებს. აი ეს არის საქართველო. დედაც და მამაც ისეთი ადამიანები და თქვენზე დგას ეს საქართველო, თქვენ რაც გაუკეთეთ საქართველოს ემიგრაციაში ყოფნა ქართველებმა, ხო? არც ერთ ხელისუფლებას არ გაუკეთებია და ვერც ერთ ადამიანი ვერ გააკეთებს მაგას და დიდი მადლობა კიდე აქედან ქეცვიხრი თქვენ წინაშე, თქვენი ტკივილის წინაშე, ის რაც გტკივათ, თქვენ რო ამ ხელ ყველაზე დიდი ჯვარცმა ის არის შენთვის საყვარელი ადამიანისგან რომ შორს ხარ, ხო? მადლობა ძალიან დიდი. ზარი არის კიდევ ეთერში, გისმენთ? გიორგი საყვარელო, გიორგი. გაიხარეთ. ძალიან მიყვარდა. უღრმესი მადლობა. საღამოს გელოდები. დიდი მადლობა. იმესენი გიორგი ღმერთმა დაგლოცოს. მიმ საყვარელ მამაოებთან ერთად მამა სახელი არ მისის სუპატაშვილით მოიწვიეზო ლუკას არა სუხშირად არის ხოლმე მე მყავს სადღაც 30 მოძღვარი არის რომელიც უბრალოდ თავისი იქიდან გამომდინარე დიდი მადლობა რომ შულბები გადაცემა დებია გენაცვალე მადლობა ძალიან დიდი მადლობა უღრმესი მადლობა აი ესეთ თქვენაირ ხალხზე დგას სხვა ადამიანიც დარწმუნებული ვარ და ყველა დავაფასოთ ერთმანეთი რაც თავარია და არ გამოგვეპაროს აი ძალიან ყველაზე სიფრთხილე მანდ არის საჭირო რომ არ გამოგვეპაროს იმიტომ რომ ღმერთი ვიღაცას შეიძლება გამოგიგზავნოს იმას სხვაც დაეხმარება სხვაც თანაუგრძნობს აი ჩვენ გულს ყველა ადამიანი უნდა შეეხოს და აი მაშინ ხარ დიდი რა მაშინ ხარ იმ სიმაღლეზე რომ შენთვის ამ ცხოვრებისეული აი რაღაცა მატერიალური პრობლემა იქნება თუ რაღაცა მეორე და მესამე ხარისხოვანია იმიტომ რომ ღმერთი ყველაფერს რაღაცნაირად გილაგებს იმიტომ რომ შენთვის მნიშვნელოვანი არის უფრო მეტი უფრო მაღალ თამასაზე და სიმაღლეზე ხარ და დიდი მადლობა აი მართლა გეუბნებით ხანდახან შეიძლება არაფერი არ გამაჩნდა მაგრამ იმხელა სიკეთე გამიკეთებია ჩემი თანადგომით ან თუნდაც იმით რომ სიტყვაზე ვიღაცის ტკივილი
გულთან მიმიტანია, ხო რომ ვერავინ ეგრე შეიძლება ვერ დახმარებოდა და ან მეც რო მატერიალურად ან რაღაცი დავხმარებოდი, მაგაზე მეტი გამიკეთებია, საერთოდ არაფრით, იმიტომ რომ რაღაცა მიგძნია და მას უგძნია, რომ მარტო არ არის სხვა ადამიანს და ეს არის მთავარი და როცა ადამიანი შენგან ამ დახმარებას გძნობს, მაშინ აი მართლა ღმერთის როლს ასრულებ. აბა ღმერთის საქმე ხო ეგ არის, რომ აქ ადამიანებს თანაუგზნოს და დაეხმაროს და შენ როცა ამ მოვალეობას ასრულებ, აი ღმერთი ხარობს შენი და იმ შვილობით როცა ხარ ღმერთის შვილი და ამართლებ თან მისი მედებს და ამაზე მაგარი არაფერი არ არის, იმიტომ ჩვენ რაღაცა დროებით ელჩები ვართ ამ ქვეყნად გამოგზავნილი, რომლებიც აუცილებლად ისე უკან უნდა გაგვიწვიონ სამწუხაროდ ჩვენ და აქ ვერ დავრჩებით და გაგვიწვევენ ისე როგორც ელჩი მიდის თავისი ქვეყნიდან სხვა ქვეყანაში წარმომადგენლად და შემდგომ უკარო ბრუნდება, ხო იცი და ან შესაძებს მიიღებს, რომ აი შენ როგორ კარგად იმოღვაწევე იმ ქვეყნად, ან პირიქით ეტყვია, რომ შენ ვერ წარმართე ისე საქმე, როგორც ჩვენ გვინდოდა. აი ეგეთი მომენტია, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ამ ქვეყნად ვართ დგმურები, ჩვეულებრივი და ელჩები გამოგზავნილი და ჩვენ უნდა გავაკეთოთ ის ყველაფერი, რომ უკარო დაბრუნდებით, ღმერთმა გითხრას, რომ შენ შედეგი და შენ ჩემი შვილობა ღირსეულად გაამართლე და შენც რო იტყვი მე რომ აი ქვეყნა ციცოცხლე ღირდა, ესე უნდა გავაკეთოთ რა და დიდი მადლობა და ამის საშუალებას კიდე გვაძლევს ის ეკლესია და ის პირობები, რაც შექმნა ჩვენმა პატრიარქმა, რომ რაღაცნაირად აი ჩავეჭიდოთ რა ამ ყველაფერს, იმიტომ რომ შეიძლება ადამიანები შეიძლება უნაკლო არავინ არ არის, არც მე და არც ჩვენ არავინ, აბსოლუტურად ყველანი ვართ სოდვილები, ყველანი ვართ ამ ტკივილში დაბადებული და ეს იქნება. ჩვენ ვიბადებით, იბადება პრობლემა. აი მთავარია რომ აი ის პრობლემას როგორ მოვერევით და როგორ ღირსეულად ყველაფერს გადავიტანთ და მე შემდგომ როგორ ცხონდებით, ხო და აი ეს ყველაფერი უნდა იმასხნათ, იმიტომ რომ ადამიანი იბადება და აი ეს გარდაუვალია, ყველა მიცოდეთ რომ ადამიანი პრობლემებთან ერთად იბადება და ეს პრობლემები შემდგომ უბრალოდ ან უნდა დაძლიო და ან უნდა გაუძლო იმ ყველაფერს, იმიტომ რომ ჩვენ უფრო მეტი გველოდება ამით უნდა გადავიტანოთ და ან კიდე უნდა პრობლემებს უნდა ჩაყვე და ამას თუ ჩაყვები შემდგომ შეიძლება დიდად ვერ იმასქნა, ვერ ამოხვიდე, უბრალოდ ზოგს დრო არ აქვს. წარმოგიდგენთ, პრობლემებიდან გადამკიდე, ზოგი თვეობით და წლობით ეკლესიაში არ მისულა. წარმოგიდგენთ, იმ პრობლემას ვინც გიგვარებს ის ღმერთი, მას არ აკითხავ, წარმოგიდგენთ და რასეონე ვიცი პრობლემა მაქვსო და მაგდენსაც ვერ საზღვარო, რომ აი ამ პრობლემას შენ თუ აქ მოხვედი, ან ეს პრობლემები ყველაფერი იმიტომ გექმნება, რომ აქ არ ხარ და აი ამ პრობლემამ თუ აქ მოგიყვანა, იმ პრობლემაზე მაღლადგები, მე ძალიან ბევრად და შეიძლება თქვა, რომ ღმერთო მადლობა, აი საპატიმროში განსაკუთრებით მოვიკითხავ პატიმროს. რამდენი პატიმარი ამბობთ ეხლა, რომ ღმერთო მადლობა, მე რო აქ მოხვდი, აქ რო არ მოხვედრილიყავი, მე დღეს შეიძლება გარდაცვლილი ყოფილიყავი ან უარეს პრობლემაში, ხო? აი ესეთი რაღაცა, მიუხედავად იმისა, რომ რამდენი ტკივილია, თუ ღმერთას მიაგენი და ღმერთამდე მიგიყვანა ამ ტკივილმა, ამ ტკივილის უკან შემოbrunება, აი ბოროტმა შექმნა, იმიტომ რომ შენ გამწარდე და ამ სიმწარეში შენ უფრო სხვა რაღაცას აგნებ და აი მაშინ ხდები უკვე უფრო მაღალ თამასაზე ადიხარ, ზარი არის ეთერში. გისმენთ? გისმენთ? კაი, შესამწუხაროდ. და ასე რომ აი აუცილებლად ყოველთვის წინ წამოწიეთ მადლიერად დღეს ადამიანებს დაგვავიწყდა ჩვენ ერთმანეთს რომ მადლობა უთხრათ რა, იმიტომ რომ კაცმა არ იცის რა, აი ამ მადლიერებით, იმ არხვით, იმით, აი ამ პატარა საქციელებით ყალიბდები შენ და ამ ყველაფერს ხო უყურებს ღმერთი და ძალიან მაგარი არის. აი ჯერ პირველ რიგში ყოველთვის მადლობა ღმერთს და მადლობა ადამიანებსაც უნდა უთხრათ, იმიტომ რომ ძალიან ბევრ სტიმულს აძლევს თქვენი მადლობა. დილა შეიძლება გამოხვიდე და თავი გეზარვეთ, ხანახან ხშირად ყოფილა ხოლმე ან რაღაცა საპატრულო არ რაღაც ნებისმიერ დილას კვირას მინახავს ან აღდგომა მეორე დღეს ადამიანებს რაღაცად გააჩერებენ ან გაამწარებენ რაღაცა ბიჭო. აი იქ არ უნდა გაუმწარო ის დღე რა, ვიღაცა ზოგი იქიდან მოდის აქედან დააცადე შედალოცილო, ხო შენ შეიძლება რაღაცა კი გასაგებია რომ რაღაცა ეს სამსახური იქნება თუ რაღაცა შეიქმნა, ხო? ან ნებისმიერ იმაზე ხარ მაქვს კონკრეტულად ის, იმიტომ ძალიან ბევრი კაი ადამიანიც ხდება, ხო? მაგრამ აი ძირითადად რო არიან ისეთი ადამიანები ეს აი რაღაცა
მევახშეები, ბანკირები, ისინი რაღაცა ადამიანებს დაძდევენ იქ რაღაც ბევრი სტრუქტურა ისეთი, რომელიც ფიქრობს ადამიანს ხასიათი როგორ გაუფუჭოს, მე ამ ხასიათის გაფუჭებულმა ადამიანმა მე სხვა ოჯახის წევრი უნდა ანერვიულოს და რამხელა ცებს ქმნით, წარმოიდგინე ხა ვიღაცას გაუმწარებთ შვილს, იშვილი მიდის, დედა ხედავს რომ უხასიათოთ არის, მე დედა ხდება ცუდად, მე ის და ეს სიბოროტე ჩვენ ხო არ შეგვჩება. და რის გამო რომ ვიღაცა შეიძლება რაღაცა გადასახადი აქვს, ვიღაცა რაღაცა გააჩერე რომ უნდა ჯარიმა გამოუწერო, ვიღაცას ავტობუსში ლარი არა აქვს და ამის გამო შტრაფავ, ვიღაცას SMS-ით მოდის რომ აი ჯარიმა მოგივი და აი ეს არის ერთმანეთ ესეთი ქართველები ხო არ იყვნენ ადრე ხო რომ გადმოვიდოდნენ ერთმანეთს როგორ იმაშობდნენ ვიღაცა მეზობლის ვიღაცა რო გეხსენებინა სახლამდე გაცილებდნენ და თან ყვებოდნენ დღეს უბრალოდ რაღაც ჩასაფრებული და შიში აქვთ ადამიანებს რა იქ დამიბარეს შეიძლება ადამიანი კანკალებდეს რა და ეს არის მეტი სიყვარული მეტი ის რომ იცით რატო რომ ჩვენც დაგჭირდება აი რაც არ უნდა თანამდებობა რაც არ უნდა მთელი სამყარო რო ხელში ჩაგიგდონ სულ რო ის გახდე რა ქვია ნებისმიერი თანამდებობის პირი ხო მაინც ოდესღაც ჩვენც დაგჭირდება იმ ვიღაცის დახმარება რა აუცილებლად მოხდება ეგეთი დრო და მაშინ მიხვდები რომ რა საშავებდი შენ რომ იმ ადამიანებს უშავებდი და რა არის შეიძლება ადამიანი მოგიბრუნდეს და დაგეხმარება მე რომ დამიშავებს მაგალითად მე შემიძლია რომ დავეხმარო ისევ ხოლმე რომ ვაგრძნობინო რომ მე შენი მტერი არ ვარ ანუ ყოველ შემთხვევაში ვცდილობ ხოლმე რა მაგრამ ხომ და გეკუთვნოდეს აი როცა გეკუთნის აი როგორი მაგარია რომ შენთვის რო ხარ და ვიღაცა რო გეუბნები ხომ არაფერი გიჭირს იმიტომ რომ ვალდებულად რო თლის თავს ხო ესეთი რაღაცა ისე უნდა ვიცხოვროთ რომ აი დახმარება ყველა ვარიანტში მოგვივა ვიღაცისაგან მაგრამ რო გეკუთნის ბჭყალებში გეკუთნის ამ შემთხვევაში და ის ხო ვიღაცა რომ ამოსაო კაი კაცია და ამას მოდი მე დაუდგები გვერდში ხო რა მაგარია ხო მაშინ მე უბრალოდ რო გამოიხედებით ხოლმე და რაღაც პრობლემის ქვეშ რო ხარ და ვიღაცას რომ წარმოიდგინე ჯერ ადამიანი როგორ ადამიანთა ქციეს რომ შეიძლება სხვისი პრობლემა გაიხარდეს ეხა ძალიან ბევრი ადამიანს რომ რაღაცა პრობლემა შეექმნება რაღაცა ზოგ თანამდებობის ზოგ რაღაცა მეორე ადამიანს როგორ შეიძლება რომ გაიხარდეს მაგრამ წარმოიდგინე შენ როგორი კითხვა უნდა დასვა რომ შენ როგორი ცხოვრე რომ კი ის იმის სისუსტეა რომ შენ რომ მორჩი ამ სიბოროტეს რომ უხარია მაგრამ შენ რა ცუდი ადამიანი ხარ რომ თავზე ხომ უნდა იფიქრო ხო იქ მაინც რომ რა ცუდი ადამიანი ხარ რომ ეს ცუდი შეგემთხვა და ამით ვიღაცა ხარობს წარმოიდგინე აი რამხელა სიბოროტეს ჩადიხარ იქაც წარმოიდგინე რომ იქ რო ვიღაცა წარმოიდგინე გაიხარებს შენი იმით ხო რომ რამდენად დაშორდება აქ ღმერთს ხო აი რამხელა იმას ჩადიხარ რა ქვია სიბოროტეს ხო შენი არსებობით ასე რომ გვახსოვდეს ერთმანეთი თუ არ შეგვიძლია ვილოცოთ მაინც რომ თხოვოთ ღმერთს რომ ამატანინე დამათმენინეს იმიტომ რომ ღმერთიც როდესღაც ჩვენ უნდა დაგვითმინოს და აგვიტანოს და ჩვენ თუ ვიღაცას ავიტანთ ვიღაცას დავიტევთ ხო აი მაგ სულიერების და მაგ სიდიდის და მაგ მასშტაბის თუ იქნებით ხო აუცილებლად ჩვენს ღმერთი აუცილებლად დაგვიტევს და აუცილებლად დაგვეხმარება და თან კიდე ღირსეულად გადაგვატანებს ყველა იმ ტკივილს რაც კი გაგვაჩნია იმიტომ რომ სამწუხაროდ ჩვენ და საქართველოში ადამიანები იბადებიან და აქ გზნობები ძალიან მაღალზეა აწეული ისევე როგორც გამძლეობის იმიტომ რომ ესეთი ადამიანები არ არსებობენ საერთოდ ნებისმიერ ქვეყნის ადამიანი ვერ გაუძლებს იმას რასაც ქართველი უძლებს გამორიცხულია ამდენ ომებს ამდენ ტკივილს ამდენ წუხილს ხო ბავშვი ვარ ჯერ და ბავშვი რამხრივ რომ სამი ომი მე გადავიტანი და წარმოიდგინეთ ხა ვინც უფრო დიდასაკშია რამდენი სირთულეები აქვს ხო გადატანილი და ამ ყველაფერს ოგვაძლებინებს მე არ ვიცი აი ღვთის მადლი და ძალა და კიდე გაგვაძლებინებს გეხვეწებით აი გაუფრთხილეთ ერთმანეთს და აი გადახედეთ თქვენს გვერდით რომ ასაკოვანი ადამიანი არის და არ გამოგეპაროთ ყურადღება იმიტომ რომ ერთი წამი დამემატეთ და всё იმიტომ რომ თქვენ რო გაჩდით ის ხარობდა როდესღაც თქვენზე ამყარებდა იმედებს და მომავალს და ნუ შეექმნებით მათ პრობლემად თქვენი უყურადღებობის და გამო ერთ მოკითხვას არაფერი არ უნდა ტელეფონებში ნუ ჩაჯდებით და ნუ და ტელეფონს უფრო მეტ დროს ნუ დაუთმობთ ვიდრე ბებიას, მამას და ასე შემდეგ, დედას და ასე შემდეგ. აუცილებლად გადახედეთ ერთმანეთს და უბრალოდ უთხარით რომ მადლობა რომ მე რო გავჩდი, მაშინ შენ გიხარო და იმიტომ ჩვენ რო გავჩდით, ყველას უხარო და იმიტომ რომ ჩვენზე ძალიან ბევრი იმედები აქვს დამყარებული და ეს იმედები არ გაუცრუოთ.
გეხვეწებით ძალიან გთხოვთ გაუფრთხილდით ასაკოვნებს მით უმეტეს აი ნებისმიერ ეგენი ყველაფერს ყურადღებას აქცევით ის რაც შენ გონია რომ ისე გააკეთე ისიც მისთვის შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს ერთი კარებში რომ გამოიჯახუნებს სიტყვას და რომ დაემშვიდობები აი მანდაც შეიძლება ბედნიერი იყოს ადამიანი და ეს ყურადღებით ყველა მიცოდეთ აუცილებლად თუ ყურადღებობაზე ცუდი არაფერი არ არის კარგად ზანდებოდეთ ბედნიერებას გისურვებ და მე გახდით გიორგი დარასელია და მინდა რომ აუცილებლად ყველა მოგიკითხოთ გულით ის ტვირთი რაც გადებთ ღმერთმა გაგაძლებინო და გადაგატანოთ ურთულესი პერიოდი მოვიდა და ადამიანი ამის არ იყო მზად და ამიტომ ბედნიერებას გისურვებთ მადლობა ძალიან დიდი ამ ტელევიზიას რომ ჩვენ ესე დროს გვითმობს ამ ეკლესიის საათებს და მადლობა იმ ადამიანებს ვინც ხართ ჩემს ირგვლივ ყველას ხვალ დაგიბრუნდებით საღამოს მამა დავით ლონდარიძე გვეყოლება აუცილებლად სტუმრად კარგად ზანდებოდეთ დროებით